ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამი ბატონო ზარზა. სალამი ბატონო ჩემო. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა და მადლობა რომ აქ ხართ. მადლობა თქვენ რომ მე საქავა თქვენთან. მე დარწმუნებული ვარ რომ საინტერესო დიალოგი გველის ჩვენს მაყურებელს ძალიან უყვარხართ და დარწმუნებული ვარ ამ ფორმატიდანაც საინტერესო ვერსიას იხილავს, ну ყოველ შემთხვევაში მე შევეცდები რომ ესე გამოვიდეს. სიამოვნებით მეც ვსათავარ. ამ ფორმატს აქ ერთადერთი ტრადიციული კითხვა და თქვენ შემთხვევაში იქნება ესე. გარდა იმისა, რაც ვიცით პროფესიულ ჭრილში, ვინ არის ზაზა კოლელიშვილი? სხვათაშორის ეს კითხვა არის ის კითხვა, რომელიც კაცმა თავის თავს უნდა დაუსვას ყოველთვის, რომ ვინ არის ზაზა კოლელიშვილი და რა უნდა? მოდი მე ცოტა და რა უნდა, და რა უნდა, რა თქმა უნდა, ხა ვიღაცას რაღაცა უნდა, ვიღაცას რაღაცა უნდა. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ მე ამის გარკვევას დაახლოებით 60 წელი მოვანდომე. დღემდე ბოლომდე პასუხი არ ვიცი, მაგრამ ვიცი ერთი, არის ღვთის მოშიში. უფლის მოშიში. გახდა. მოდი ვთქვათ ეს. და 60 წლის ასაკიდან დაიწყო გარკვევა რა აზრი ჰქონდა მის მოსვლას დედამიწას. გამოერკვიეთ თუ არა ბოლომდე, თუ ჯერ კიდევ ვერ. ეგ ალბათ ბოლო დღეს ვიტყვი. ანუ ვერ ვიტყვი. ეგეც ის არის, მაგრამ ის რაც მე ალბათ ადამიანმა უნდა გაარკვიოს სადღაც 40 წლამდე მაინც, ხო? იმიტომ რომ 40 წლიდან იწყება რაღაცნაირად ცოტა ქვესვლა ადამიანის თითქოს. არ დაიჯერა. არა, ხო? არა. აი ეს ქვესვლა და ზესვლა შენზეა დამოკიდებული. როგორ წაიყვანა? აი მე მაგალითად 40 წელი ცოტა ბოჰემამ გამიტაცა. იმიტომ რომ იყო ცოტა იოლი წარმატება. ცოტა ძალიან. ცოტა ძალიან, ხო, რა თქმა უნდა. და როდესაც ეს კითხვა დაისვა ჩემში, აი რა გინდა, რა საკეთებ, ისევ ჩემმა თავმა გამცა პასუხი, რომ ჩაუღრმავდი შენ თავს. ხო. და სხვათა შორის ის რომ შენი ქვე ცნობიერი გაძლევს ამაზე პასუხს, რომ შენ თავს ჩაუღრმავდი, რომელმაც კარგად იცის შენი ქვედა და წიაღისეული სვლები, უკვე იცი რა არის, საფიქრებელში გაგდებს. ნუ თუ არასწორად ვიცხოვრე და მე აღმოაჩენ, რომ რაღაცეები არასწორად იცხოვრე. ბევრი დრო დაუთმე იმას, რისთვისაც არ უნდა დაგეთმო. მეტი ყურადღების ღირსი გახადე ის ფაქტები, რაც არ უნდა ყოფილიყო საერთოდ. უნდა ყოფილიყო წარმავალი, გამავალი კითხვები, გაიგე, ეს და პასუხებიც ძალიან ისეთი. ამიტომ ჩვენ ხშირად ყოფიერება გვანადგურებს და ვანადგურებინებთ თავს ყოფიერებას. და ის მთავარი, რატომ მოვედი მე და რა მინდა კოლელიშვილისაგან და მე რა უნდა უთხრა ჩემ მეგობარს, ჩემ ოჯახს, ჩემ ქვეყანას ბოლო-ბოლო, ხო? რომელიც პირველი უნდა იყოს ჩვენთვის და აი ამეებმა რაღაცა იცი საზღვრები დამისვა, რომ ყველაფერი შეიძლება, შენ რას იკადრებ ამ ყველაფერ შეიძლებაში. არავინ არ ამყავს მე ბატონი და ის რომ მე რამე ამიკრძალოს. ჩემი ყოფა ჩემზეა დამოკიდებული. მე როგორც მინდა, ისე ვიცხოვრებ. მაგრამ შენ როგორც გინდა და ისე იცხოვრებ, სწორია? აქ შენ უნდა დაუსვა შენ თავს კითხვა. ყურში მოხდა, ღვთის მოშიში გავხდი. რამ განაპირობა და სად მოხდა გარდატეხა? რომ
ღვთის შიში მოვიდა ცხოვრებაში. აი, როდესაც ეგოიზმი გადავარდება, ხო. ჩემი კი არა არის, ჩვენია სატკივარი, ანუ ჩემი ქვეყანა კი არა, მე და შენი ქვეყანა. ჩვენი სატკივარი, ჩვენი სიხარული. აი, სანამ ჩვენ აი ესე გათითო კაცებულები ვართ, ეგოისტები ვართ და ზოგი რას მისტირის, ზოგი რას. ხო, მაგრამ რაღაცა მოვლენა ხდება ხოლმე ცხოვრებაში, რომელსაც მე გეტყვი, დაკარგვის შიშმა, რისი დაკარგვის? ძვირფასის რაღაცის. მოდი დავაკონკრეტებ. მაგრამ აი ამან, როდესაც ჩვენი გახდა ჩემი, გამოიწვია ეს. ის რაც ის ვინც კითხვებს უსვამს ზაზა კოლელიშვს. რამდენად დიდი დოზით ღვთის მოშიშეობა ერთია, მაგრამ კიდე არის წესი რელიგიური ცხოვრების. რამდენად ცხოვრების არა, ალბათ რა თქმა უნდა არა. ვცდილობ აუცილებლად. მაგრამ აი ეს იცი რა არის? ისიც იმდენად მინდა რომ არ ვიყო ღირსი. ირისი იცი იმდენად დიდია ჩემთვის, ხო? მე რათაც ავგრძნობ თავს, უკვე ღმერთი რომ ისმენს და დღეს რო ცოცხალი დავდივარ, ადრე ჩემისთანებს ეკლესიის გარეთ მარხავ. წელს დღეს მოიტანა ცხოვრება მის რომ არტისტი არ არის. არტისტი უნდა იყოს ქადაგებელი სიმართლის და არა რაღაცა აზრის. დღეს ვინ არის არტისტი? დღეს არტისტი უნდა იყოს პატრიოტი მამული. უნდა ერთია. და არტისტი არ არის. ხო თქვით, ხო? აბა ვინ არის დღეს? ზოგი მაქცია. ზოგი კარგად ფლობს სიტყვაზე და იმით მანიპულირებს. ზოგს ვერ ვიტყვი, ახლა მარტო მე ვარ და ჩემი არიან სიმართლის მთქმელებიც არიან. მაგრამ უმეტესობაზე ამბობთ. მე ვიძახი საერთოდ, აი გლობალურად რა, ვიდრე ის. თორე ყველაფერი ეს მოიძებნება, ყველაფერი ის რეცეპტი მოიძებნება ჩვენში, რაც მე და შენ დაგვამეგობრებს და ერთი აზრის გარშემო გვატრიალებს, ხო? რომელიც მისაღებია ჩვენთვის, რათა ჩვენი იყოს კარგად. შესანიშნავი კარიერის ფონზე და ძალიან ბევრისთვის სამაგალითო რაღაცა დეტალებს გავიხსენებთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ნიუანსებს თქვენი კარიერის. აი ზოგადად, აი ხა ამ პრიზმიდან 60 გადაცილებული ადამიანის 69 წლის ასაკის პრიზმიდან რამდენად დრამატული აღმოჩნდა ამ პროფესიის არჩევა. როლების კუთხით არ გულისხმობ. მე ემოციურად ვამბობ ამას. ემოციურად და გიფიქრია თუ არა როდესმე რომ აი მიუხედავად აღიარებისა, მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, რომ იქნება რამე სხვა ამერჩია. არა. არ მიფიქრია. ერთადერთი ვნანობ, რომ ხატრობა დავივიწყე. რომელიც ჩემი თანამდები იყო, ჩემი თანამდევი იყო მთელი ჩემი ცხოვრება. და ეხლაც სიბერეში რაღაცებს კიდევ ხატავ, მაგრამ ის რაც მე თქვათ, ბავშვობიდან მქონდა გულში ჩადებული და რასაც ოჯახში ვხედავდი, იმიტომ რომ პაპა ჩემი და ბიძა ჩემი გია მატარაძე იყო მეშვიდეთაობა მსახიობების. მე მერვე ვარ. ანუ დედის მხრიდან საგვარეულოში გადადიოდა მამა ჩემის საინტერესო ცხოვრება, დედა ჩემის ბიძა, რომელიც ნობელთან მუშაობდა და ნობელმა აჩუქა ჭაბურღილი. და იქ ინახავდა ქართული თეატრის დასს გიგლა მატარაძე და აქ ფოთის ასაშენებლად უგზავნიდა ნიკო ნიკოლაძეს ფულს. რა საოცარი ამბავი. მაგარია და პაპა ჩემი გუნიას ნათლული იყო, ვალერიან გუნიას ნათლული და ფოთის თეატრში დაიწყო. აი ტასო რო დაგხვდა შემოსასვლელში ვალერიანის შვილიშვილია. მართლა, აი ესე იგი წარმოიდგინე ჩვენი გადაცემის პროდიუსერი. ხო. ვა
ბატონ ზაზა, დრამატულობას რაც შეეხება, რამდენად დრამატულია ცხოვრება, რამდენად დრამატული აღმოჩნდა. აღმოჩნდა მე თითქოს ამას არ ვაქცევდი ყურადღებას რაღაცა, მაგრამ ეხლა ხო ჩაუფიქრდი რაღაც პერიოდია და აქ იყო უდაოდ ერთი ღმერთის საჩუქარი, რასაც ქვია ნათია. მოდი სახელი თქვენი, ნათია. ნათიას მე დავარქვი ჩემი შეცდომების გასწორება. ანუ მე რაღაცა შეცდომას გავაკეთებდი და ნათია ამას ყველანაირად ცდილობდა რომ ჩემთვის შეემსუბუქებინა ან რაღაც. აი საოცარი რამე ხდებოდა, თორე ეს ინტერვიუც არ შედგებოდა, ბევრი ფილმიც არ გადაიღებოდა, მე ისე ვიტეხი სამგლე გოჭივით ატეხილი. მოდი აი ამაზე როგორ მოახერხა? აი უდიდესი ატეხილი სამგლე გოჭივით ადამიანის დაოქება. უდიდესი სიყვარულით და უდიდესი მოთმინებით. იმდენად მიყვარდა ნათია. ნუ ნათქვამი მაქვს ფრაზა, გმირი დედა რომ იყოს მაინც მოვიყვანდა ჩემი ცოლი გახდება და ნამდვილად მოხდებოდა ესე რა. მაგრამ აი ჩვენ რა ოჯახით შევქმნით. აი ეს ოჯახი იმდენად კარგი იყო, სითბო იყო და სიყვარული იყო, რომ აი ამ ოჯახმა აი ეს გამოხტომები ახურებდა ხოლმე საქმეს, თორე ოჯახი ჩემთვის აი ეს გამოხტომები რაში გამოიხატებოდა? მე ხდებოდი აბსოლუტურად თავისუფალი. არ გინდა რა მოქმედებაში, ხო? ხო, ამიტომ თავისუფლება დასაჭერია. ან თავისუფლება დასაჭერია. არ უნდა მიუშვა თავი. თავისუფლება არ უნდა მისცე. ეს უკვე ანარქიზმია. კი. ვიცი რომ მაინც თქვენთვის ფატალური თუ რა ვიცი საყვარელი ყველასე როგორ შეიძლება აღმოჩნდეს არის მაინც შეთეს როლი, ხო? შეთე და გიჟი აჩიკო. გიჟი აჩიკოს. ეგ იყო სატელევიზიო ფილმი გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის. ხო. და გიჟს თავთამაშობ რა. და ის ფილმი არ გამოსულა გოგი ტაჭყონიას ფილმი. სამუშაო სათაური იყო მამაშვილიდანიავი. და ისე გადი სათაური დაარქვეს ბოლოს ოქროსფერი ნიავი. და რატოა თქვენთვის ესეთი ახლო? ვერ იტყვი რომ თამაშობს სიტყვას. მე მიყვარს ეგეთი როლები, სადაც მეტყველება, მიზანსცენა არის ისე დალაგებული, ან ისე მოიტანს. აი, იცი, ამა ეს რას რამე მონოლოგი ხო არ გახსოვთ იქიდან? არა კაცო, იქ არც მქონდა. ფრაზები მქონდა რაღაცები, მაგრამ მამცემ რაღაცა ეგეთი ფრაზა მქონდა და რაღაცეები. თუმცა როლების დიაპაზონის მეუხედავად, რომელიც საკმაოდ დიდია და გადაღებული ფილმების, მაინც მე ვიტყოდი ხო ფიქრობდი, რომ ქართულ ფილმებში არსებულ ნეგატიურ პერსონაჟთა შორის ყველაზე სიმპათიური ვიყავი მე. სიმპათიური, მაგრამ ნეგატიურობაში ლიდერი. თვითონ პერსონაჟიდან გამომდინარე. კი. და რა თქმა უნდა, ეხა უკარაჩა ყველასთვის საყვარელი ფილმი არის და ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. ამ შემთხვევაში ამ როლმა რა მოგიტანა და ფიქრობდი რომ მაყურებელი ზოგადად ხო ინტელექტით ხო გამოირჩევა, ხო არის მაღალი, საშუალო და დაბალი. ნუ ეხა არავის არ ვაკნინებ მაგით რა. მაგრამ აი როდესაც ნეგატიურ პერსონაჟს თამაშობ, ფილმი ახალი გამოსულია და თუ გქონდათ რაღაცა ის შემთხვევები, როდესაც ნუ აი ადამიანები, რიგითი ადამიანები, ძალიან უკმაყოფილებას გამოთქვავდნენ. არა, უკმაყოფილებას არა, არსებული შენ ეგეთი ხარ, მურტალო ხარ. აი მაგალითად იყო ესეთი. არა, მე კი რაღაცა იმ მურტალო რაღაცა, მაგრამ ყველაზე კაია ის რომ შენახარ ზაზა კოლელიშვილი და თამაშობ ამას. შენახარ ზაზა კოლელიშვილი და ხარ შეთ. შენახარ ზაზა კოლელიშვილი და თამაშობ გიშს. კაიგე შენახარ ზაზა კოლელიშვილი და თამაშობ წმინდას.
ბერ თედორეს თამაშობ. აი, იცი რა არის? აი, ეს კალეიდოსკოპი. და კონტრასტები. ხო, და თან სწავლობ. ეხლა თედორეზე რო გახვიდე, ხო და ტექსტი რო დაიზუთხო მარტო, ჩათვალე რომ ეს არის კატასტროფა საშინელება. თუ ვინ არის იმ ისტორიას თუ შენ წერ, თედორეს ზოგადი ცხოვრებიდან გამომდინარე, რომ ეს იყო გლეხი კაცი, ესავიდა მერე სამღვდელოებაში თუ რამ გააკეთებინა ესეთი და მიდიხარ ერთ დასკო, სიყვარულმა ქვეყნისა, სიყვარულმა ოჯახისა, სიყვარულმა სამშობლოსი, ხო? კუთხის. თქვენი სიყვარულის ამბავი. სადღაც 12-13 წლის იყო, მე დედაჩემთან ვიყავი თელავში, დედაჩემი ჟურნალისტი იყო. აი მთელი გოჩა ხუნდაძე, სპარტაკ ქობულია, მარინა შადური, დათო აგიაშვილი, თაზო ტყემალაძე, ყველა ეს პაატანაცლიშვილი იყვნენ დედაჩემის პრაქტიკანტები. ხო და ბიძამისმა მოიყვანა სტამბაში. დედაჩემი მორიგე იყო და კარები გაიღო, შემოვიდა ბატონი ნიკო და მოყვა დიდი გოგო, რომელიც მაღალი, მშვენიერი გოგო ზამშის ყავისფერი ლასკუტოვი კურტი ისეცა, იუბკა და გრძელი ნაწნავი, ერთი აი თითქმის მუხლებამდე. ესო დავითის გოგოა, დედაჩემს უთხრა, ხა იცნობდნენ რა ოჯახებით ყველაფერს. მოკლედ აი ესე და გავიცანი და აი შედგა მერე სიყვარული და აი ესე მოვდიოდით სიყვარულით. და რო არ განელებულიყო, უნდა ყოფილიყო ფხიზელი დღეები და ფხიზელი წლებიც იყო. მაგრამ მაინც გაქცევა გიყვარს ხო იცი ადამიანს. 5 შვილის მამა ხართ. 5 შვილის პირველი ქორწინებიდან ყავთ ერთი გოგო ნინო. კი. და მე დანარჩენები და ეს ყველანი ერთად არიან ჩვენები, მოკლედ და ძალიან გვიყვარან 5. ჩემი შვილიშვილი არის 32 წლის, უფროსი. ხო, ბიჭო 35 წლის. აი რაღაცა აი ესეთი ხო ძალიან მაგარია და ძალიან დიდი სიმდიდრეა ეს თქვენ. ხო და ამ სიმდიდრისთვის ღირს. ხო და აი ეგეთ კითხვა მაქვს რომ მსახიობი არც ერთი არ არის. არა. ხო და მერვე თაობა მსახიობს საზა კოლელიშვილს. მე-9 თაობა რო არ გამოყვა 5 შვილიდან არავინ. შვილიშვილი გახდება რომელიმე, მე ვფიქრობ ეს უკვე მე-10 იქნება. პირდაპირ მერვედან მე-10-ზე წავა. არა, მსახიობობაში მე-9 იქნება. მე მსახიობობაში მე-9 იქნება, ხო უბრალოდ თაობათა. ორ შვილიშვილზე ვეჭვობ. ხო აი როგორი მამა ხარ? ლიბერალი. რაც ჩემ შვილს უნდა ის მინდა მეც ხა როგორ აი სხვა როგორ უნდა ვთქვა მითხარი მე რაც მინდოდა ხო გავაკეთე ის ეხლა თვითონ რაც უნდა გააკეთოს ის ჩემი შეცდომების სახეზია იციან არ მიყვარს დამალვა და არც დაგამალინებს არავინ ამიტომ იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით მე თუ რამეში გამოვადგები აქავა არის რამე თქვენ ცხოვრებაში ისეთი დარჩენილი პროფესიულ ცხოვრებაში რაც რისი გაკეთებაც აი ძალიან გული გინდოდათ რა და ისევ აი გუშინაც გადაღებაზე ვიყავი გიორგი ბაბულოვანის და თემა ბაბულოვანის თან გადაღებაზე ვიყავი და აი დავისვენე ვიყავი ჩემ აკვარიუმში და სადღაც 4 საათიდან ღამის 12 საათზე ვიყავი, აი რა უნდა ეთქვათ რომ აი სიზიფეს ლოდი აიღე და აიტანეო და ხო იცი რომ სუვარდება, მაინც სიამოვნებით რამდენ დუბცაც მოვასწრებდი, გავაკეთებდი, იმიტომ რომ ვიკაებ. ეხლა რაღაცებს ველოდები, მეც მაქვს პროექტი და ეს პროექტი მინდა გადავიღო და ნახოთ. გარიგება იყო პირველი ფილმი, ხო, სარეჟისორო, სადებიუტო ფილმი იყო და არ ხდება ხოლმე ხშირად, როდესაც კარგ მსახიობს, მაგრამ რეჟისორულად კარგი ნამუშევარი გამოსდის, იმიტომ რომ მაინც სხვადასხვა პროფესიები კარდინალურად განსხვავებული, სცენიდან შეიძლება ეგო გეუბნებოდეს. ეგეთ ჯინაზე მოხდა. აბა მოყევ. მოგიყვე.
როგორც კი ნატურის ხეზე დამამტკიცეს მე ეხლა გია მეორე რეჟისორი იყო და ბატონ თენგიზთან კადრირებაზე მუშაობდნენ რა გია აბულაძეშვილი ასხა პაპაკოროვი რომელიც კოსტიუმების და ბატონ თენგიზის პერსონალური მხატვარი იყო და მეც რო იცოდა რომ ხატავდი მოდიო რას კადროვკა ნატვრის ხის რას კადროვკებში მეც მივიღე მონაწილეობა ნუ ამიხსნა პრინციპი იქ რა ხდებოდა როგორ და ავდექი დავიწყე ხატვა გიასეუნება ეს არ გაჩერდება რეჟისორი გახდება და ისა აბულაძე თვითონ თენგიზ აბულაძის დამოკიდებულება იყო ყველა მსახიობთან განსაკუთრებული აი მე მაგ გამიმართლა რა აი თვითონ ჯგუფი 48 როლი იყო 48 კაცი ერთმანეთს შევციცინებდით იქ არისო სესილია იქ არისო როგორ არისო იყო კაკრას ეგ იყო ამაში მთელი ყველაფერი რომ ყველა ერთნი ვიყავით მაგრამ ყველას თავისი წილი პატივი და ღირსეული პატივი მიეგებდა თანაბარი ხო რა თქმა უნდა და ჩვენ გვიხაროდა რომ აი ესეთ არტისტებთან ვიყავით და ჩვენ დღიურებს ანუ საჭმელს კრიბავდით 1-2 დღე რომ ჩვენთან ესაუბროთ რა და საჭმელები მოგქონდა რაღაცები და შემოდიოდნენ ბატონი რამაზი ბატონი ოთარი თან ახალგაზრდები იყვნენ 42 წლისა იყო ოთარი 38-ის თუ 39-ის ქალბატონი სოფიკო აი კახი კავსაძე გივი ბერიკაშვილი სესილია თინა ბურბუთაშვილი მოკლედ და აი არ ვიცი რეები ხდებოდა რა პატივისცემა და სიყვარული ბატონი თენგიზი ყოველდღე პურმარიშლი და ან ვიღაცას პატიჟებდა ისე რა მაგარია რა თან პირველ კურსზე რო ხარ და უკვე არამხილა ნახტომი გაკეთებული სკოლაა პირდაპირ სკოლა გავიარებ ნათამაშები როლებიდან რა როლია ისეთი რომლის მონოლოგები სულ გახსოვთ ნატურის ხე მახსოვს ხა ხარება ტიფლისი რომელიც მე ვთვლი ჩემთვის ერთ-ერთი კარგი ნამუშევარი ნამდვილად იყო და რა სიამაყით ვიქნებოდი ეგეთი ტიპი შეგიძლიათ რამე მოკლე მონოლოგი შეთედან ჩვენი მაყურებლისთვის შეთეში მახმოვანებს მერაბ-თავადს ხო პირველი ფილმი მაინც თითქოს ის იყო მაგრამ მორჩი ამ დოლობას გაგამხიარულებ როგორც საჭიროა მარიტას რო ეუბნება და მე ჩიტი შემოფრინდა მე წავიდა ეს მათრახით და მაგ ეპიზოდზე იყო რა რომ ბიჭო გავჭედე რა და გავაკეთე ერთი დუბლი ორი დუბლი არ ვარგა თენგიზა აბულაძე იცის ლიკაც გავჭი ესეთი სცენაა ლიკა ხელზე რომ მიჭირავს და ესე მათრახით რომ დავდივარ ოთახში ხო გახსოვს ხო და წადიო ხა დაისვენეო ბატონი თენგიზი მეუბნება შენცო ლიკას ვიქით უთხრა ცოტა ხანში ერთ დუბს ვიღებო და თუ არ გამოვიდა ეს სცენა არ შევაო აუ ბიჭო გამოსული ვარ ცალკე ვარ და გია მოვიდა რა უნდა თქვა ეხა ხსენებაზე თუ კი რამე ჩემში გარდა იმისა რაც დედმამამ შემძინა თუ რამე შემძინე ეს იყო გია მატარაძე რომელიც გადამკვდარი იყო ჩემს ანუ ჩემი დედის ძმა მარინა ბიცოლაა კახია ჩემი ხო და მოკლედ გამოვიდა გია და ბიჭო რა შვებიო რა იყო მართლა რო გითხრა ხო იცი რომ ცოტა მეტი კაცური ნერვიო თუ შენ მაგიტო ეს რო გახურია და კაცური ისეთი ცოტა ველური ხარო ცოტა იქ მაშინ არ იყო არანაირი არტისტობა სიტყვაზე ხო ეს იყო სუფთა ემოციით უნდა მოგვეგო ჩვენ და როგორ ვერ აკეთებ ჩემ თავს როგორც ეხლა შეუძახე სიტყვაზე თქვა 60 წლის მერე აი მაშინაც დაახლოებით რაღაცა შეძახილი იყო იქ სულში
და რო შევედი, ჩიტი მოვკალი მათრახით. მათრახით რა ჩიტი გამოუშვეს, ის მოვკალი. ლიკა ხო საერთოდ დაჭმუჭნული იყო და ეს სცენა გამოვიდა ისეთი რომ всё он будет актером თენგიზმა თქვა მე ჩემს ლიკა ფარულად უყვარდაო ეხლა როგორ შეიძლება ფარულად არ აყვარებოდა სოსოს ღიათ უყვარდა რაღა ერთი წელი სოსოს უკან იჯდა ზურგზე ცხენის ზურგზე და აქ კიდე ხომ გვიყვარდა იცოდა ხდებოდა ალბათ ისე რაღაცა ის არა აი ბავშვი იყო მაშინ აი როგორი ბავშვი იყო იცი და თან ვიცოდით რომ შეყვარებული ყავდა სუბორდინაცია შეყვარებული თორე ჩვენც ბიჭები ვიყავით და სუბორდინაცია პატივისცემის ნიშანი ხო რა თქმა უნდა ეხლა რო გკითხოთ თქვენს განვლილ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მადლობა ვისეკუთვნის ალბათ ნათია იქნება ხო პასუხი უფალს რო გადარჩენილი ვარ ნათიას ჩემ მშობლებს ვაიმე რამდენი ადამიანია იცი რომელიც გვერდში მედგა ხოლმე აი როგორ შეიძლება იმათ დაუვიწყოს სიკეთე და ჩემი თავი ენაცვალოთ ყველას და პირველი ეხლა არ შემრცხება ეხლა თუ ვიტყვი რა მადლობა ქართველ ხალხს იმიტომ რომ პოპულარობა სხვა არის და აი ეხლა მე რასაც უგორძნობ ხალხისგან ძალიან ძნელი ტვირთია უდიდესი სიყვარული რომელიც ყველა ნაბიჯში იგრძნობა და ბოლო კითხვა ისეთი შთამბეჭდავია და ემოციურია თქვენს მიერ ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი რომ როდესაც გისმენთ ან თითქოს ვიზუალიზაცია ხდება და ალბათ მაყურებელი ჩემთან ერთად შედის იმ მონათხრობში რასაც ყვებით და ალბათ ასევე ძალიან საინტერესო იქნება რომ გითხრათ თქვენი პრიზმიდან რა არის სიყვარული იცი რა არის დიდი მზეა სადაც შედიხარ აი წკვარამიდან შედიხარ და იქ კი არ აღწვავს შენც მზის ნაწილაკად ხარ გადაქცეული და იმხელა სითბოს სტესავ აქეთ და სხვებში იმდენად გინდა რომ ყველა გაათბო რომ ამისთვის ღირს ცხოვრე რა მაგალია ყველაზე უცნაური რა გაქვს გაკეთებული სიყვარულის გამო თვითმფრინავით ჩამოსული ვარ და იების თაიგული მაქვს მიტანილი და მე რიგაში გადავფრენილ ვარ უკან მაგარი იების თაიგული ნათიასთან გადავხდი მეორე სართულიდან და სხმოიარე აყვავილებული ატმის ხე ამოვიტანე და აჰა შენი ნატურის ხე გაჩუქებეთ კი ჩემი ნატურის ხე შენ სუფრაზე დავდგი ნატურის ხე ეს ფრიზელზე ხდებოდა რა თქმა უნდა არა არა აი ეს მაგრამ გასახსენებლად რა მაგარი ძალიან დიდი მადლობა რა იმიტომ რომ მე რო საოცარი მოსასმენია ყველაფერი რასაც თქვენ ყვებით საოცარი გზა გაქვთ გავლილი საოცრად უყვარხართ თქვენს გულშემატკივრებს მაყურებელს მათ შორის მეც მიგულეთ ყოველთვის რა და კიდევ არაერთ საინტერესო და წარმატებულ პროექტს გისურვებთ თქვენს პროფესიაში მადლობა დიდი აი ხა